საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ნაჯეშდა ორლოვას სახელობის რესპუბლიკური ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში დღეს დასრულდა. 2 დღის განმავლობაში პირველობისთვის ბათუმელი, ქუთაისელი და ბაქოელი სპორტსმენები იბრძოდნენ. გამარჯვებულები 7 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვიდნენ. მსაჯების ხმით, სპორტული გამოცდილებით და მომზადების დონით ბაქოელი ბავშვები გამოირჩეოდნენ, თუმცა საპრიზო ადგილებზე გასულ ბავშვებს შორის ქართველები ლიდერობდნენ. ტურნირს მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაცია, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით მეხუთედ ატარებს. ტურნირზე საუკეთესო შედეგების მქონე სპორტსმენებით აჭარის მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრები დაკომპლექტდება. ძლიერი კონკურენტები იყვნენ ბაქოდან, ბაქოს საერთოდ ძლიერი კონკურენტი იყო და იქნება ყოველთვის. მე კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით, უკეთესად შეიძლებოდა და ველოდები რომელ ადგილზე გავალ ახლა. ძალიან ძლიერები იყვნენ ბაქოდან ჩამოსულები, ბათუმიდანაც ძლიერი ბავშვები იყვნენ და რთული იყო ასპარეზობა ამ შეჯიბზე ძალიან. შეცდომები არ დამიშვია ბევრი, მხოლოდ რამოდენიმე წვრილმანები. შემდგომში მონაწილეობას მიიღებენ ეს ბავშვები მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატსა და სხვადასხვა ტურნირებში. როდის იმართება? ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ქუთაისში, ხოლო შემდეგ კი თბილისში, ალბათ დეკემბრის ბოლოს ესე.